OpenAI-ის საკუთარი AI მოდელი ლაბორატორიიდან გაიქცა და დაჰაკა ერთ-ერთი პლატფორმა. აი ეს სიახლე სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და მთელი მსოფლიოს ყურადღება სრულიად დამსახურებულად მიიპყრო. მოხდა ისეთი რამ, რასაც სიმართლე რომ ვთქვათ, ყველა ელოდა, რომ მოხდებოდა როდესღაც, რომ დადგებოდა დრო, როცა რომელიმე ლაბორატორია ასეთ შეცდომას დაუშვებდა, თუმცა ასე სწრაფად რომ მოხდებოდა, ამის მოლოდინი მაინც და მაინც არ იყო. ეხლა აუხსნათ მაყურებელს რა მოხდა. როგორც ვიცით, OpenAI ავითარებს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელებს და მხოლოდ ChatGPT-ის ამჟამინდელ ვერსიაზე არ ჩერდება. მისი ინტერესი არის, რომ გაუწიოს კონკურენცია Anthropic-ის საუკეთესო მოდელებს, გაუწიოს კონკურენცია ყველა სხვა კონკურენტს. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნას, რომელსაც არ ეყოლება ანალოგი, ის შეძლებს მათ შორის თუ საჭიროება ექნება კიბერთავდასხმების განხორციელებას და აი ამ ტესტირებისას რამდენად კარგად შეეძლო ლაბორატორიაში კიბერთავდასხმების განხორციელება, შემთხვევით გატეხა სისტემა, დალუქული შეზღუდული სისტემა გატეხა OpenAI-ის შეზღუდულმა და ჩვენთვის უცნობმა მოდელმა, გავიდა ინტერნეტში და გატეხა პლატფორმა Hugging Face. რომლის ალგორითმით ტესტავდა მას სხვათაშორის გამოცდების პერიოდში. Hugging Face-ის შემთხვევით არ შეურჩევია ამ AI-ის მისი ერთ-ერთი ალგორითმით ტესტებოდა, როგორც ჩანს ეს მოდელი და რაღაცა შურიზიების მიზნით, რადგანაც მის ალგორითმს იყენებდნენ, მიაგნო ამ კომპანიას მის ქსელში შევიდა. მათ შორის იმ შეკითხვების პასუხებიც გაიგო, რასაც უსვამდნენ რეალურად, გადაწერა კიდეც ეგ საკონტროლო და შემდეგ უკვე თავისუფლად იყო და სხვათაშორის ძალიან საინტერესო ამბავი აქ ის არის, რომ Hugging Face-ის ხელმძღვანელობამ, როდესაც გააკეთა ამ შოკის მომგვრელ შეტევაზე კომენტარი, მათი აზრით, ასეთი შეტევა საერთოდ არც გაუგიათ. ასეთი კოორდინაციის დონე, ასეთი სისწრაფე და თან ასეთი კრეატიულობა მათ არ უნახავთ არასოდეს, რადგანაც ეს არ არის ადამიანი, ეს არ არის ადამიანის ლოგიკა და ეს არ არის ჩვეულებრივი ჰაკერის ქმედებები, რა თქმა უნდა, ახალ მოწინავე AI მოდელს შეუძლია პარალელურ რეჟიმში იფიქროს რამდენიმე სცენარზე და აქედან გამომდინარე განახორციელოს შეტევა. კლემან დელანგმა პირდაპირ თქვა, რომ როგორც კი ეს შეტევა დაიწყო და ვერ ხვდებოდით რა ხდებოდა, მაშინ მივხვდით, რომ აქ რომელიღაც ლაბორატორიას რაღაც შეცდომა აქვს დაშვებული და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ოღონდ თუ ეს იქნებოდა OpenAI, თუ ეს იქნებოდა Anthropic, ეს არ იცოდნენ რომელი იყო. თუმცა მალევე საბედნიეროდ სემოლტმენმა თავისი ის ტრადიცია რაც აქვს, რომ მალავს თავის სიმართლეს, ეს არ გამოიჩინა, ღირსება გამოიჩინა და აღიარა, რომ მისი კომპანიის AI მოდელმა ჩაიდინა ეს დანაშაული, თუმცა აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ აქ გაჩნდა პირველი პრეცედენტი, პირველი მაგალითი. რის ფონზეც უკვე ჩნდება სერიოზული რისკი, რომ თუ Hugging Face შეიძლება დაიჰაკოს და თუ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ შეიძლება ვერ გააკონტროლოს საკუთარი AI მოდელი, მაშინ სრულიად დაუცველია ყველა სხვა პლატფორმა, როგორი დაცვის მექანიზმიც არ უნდა შემოგთავაზოს Fable-მა, როგორი დაცვის მექანიზმიც არ უნდა შემოგთავაზოს თუნდაც ChatGPT-ის, ასე ვთქვათ, კიბერუსაფრთხოების მიმართულებისთვის განკუთვნილმა მოდელმა. ეს ძალიან საშიში ინფორმაციაა რაღაც თვალსაზრისით და შესაბამისად მოხდა ის, რომ უკვე დაიწყო სენატში საუბარი, რომ კიდევ უფრო უნდა შეიზღუდოს და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ლაბორატორიაში კონტროლი. OpenAI-მ განაცხადა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, თუმცა მანამდეც ბევრი რამ გააკეთეს, თუმცა ვიხილეთ, რაც მოხდა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ერთადერთი ის გადაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ მთელ მსოფლიოს არ გათიშავდეს იმ ლაბორატორიიდან გამოსული AI მოდელი, რომელიც წესით არასდროს ესე საჯაროდ ღია ინტერნეტში არ უნდა გამოსულიყო.